ჩვენ დავბრუნდით ძვირფასო ტელემაყურებლებო, ჩვენი საინტერესო თემით, ეს არის ცრურწმენა, ეს არის პოლტერგეისტერი და მოვისმინეთ ბევრი საინტერესო ამბავი და ჩვენი სტუმარი მამა თეოდორე გიგნაძე, რომელიც იტყვის რა არის ჭეშმარიტი და რა არა. მოგესალმებით. დაგლოცეთ მამა. ქრისტემ დაგლოცეთ. მოგესალმებით, უმეს მადლობა ბრძანებისათვის. მამა თეოდორე, თქვენ ადევნებდით თვალყურს ჩვენ სტუმრებს და თქვენი კომენტარი ყველაფერ ამასთან დაკავშირებით. საერთოდ, როდესაც რაღაცა მოვლენა საფასებ და გამოთქვა შენს აზრს, რაიმე მოვლენას, როგორ აღიქმნება ეს აზრი, თქვათ, მსმენელისთვის, მაყურებლისათვის, როგორც ჩემი სუბიექტური აზრი, გასაგები. მე შეიძლება შევაფასო ეს ყველაფერი უარყოფითად. და მე რა გამოვაკეთებ? ვიღაცა აფასებს დადებითად, ვიღაცა აფასებს უარყოფითად. ვიღაცა ჯერა, ვიღაცას არ ჯერა. ასობრივად, ჩემი შეფასებით, თუნდაც უარყოფითი შეფასებით. არაფერი არ შეიძლება. ეხლა დადებითად რო შევაფასო ეს მოვლენა, უბრალოდ არასერიოზული იქნება, იმიტომ რომ ეკლესიის პოზიცია მეტნაკლებად ყველასთვის ცნობილია ამ მოვლენისადმი. მაგრამ მე ამ შემთხვევაში, თქმა ჯერათია როგორც ეკლესიის პოზიციას შემილაგან ვაცხადო და რომელიც ყველამ იცის. მაგრამ არის ჩემი სუბიექტური პოზიცია, როგორც ადამიანის. სუბიექტური პოზიციის სუბიექტური აზრის გამოთქმისას მე ვფიქრობ, თითოეული ჩვენთაგანი უნდა იყოს ფრთხილად. იმიტომ რომ სუბიექტური პოზიცია ყოველთვის შეიძლება ატარებდეს შეცდომას. ჩვენ უნდა ვეცადოთ ობიექტური ანალიზი ჩავატაროთ, აი რასთან ამაქვს საქმე. აი წარმოვიდგინეთ, აქ გვდელი არზის, ჩვენ ვზივართ ადამიანები, რომლებსაც არანაირი წარმოდგენა, არანაირ რელიგიურ სამხედროებაზე არ გაგვაჩნია. სადღაც გავიზარდეთ უკაცრიელ კუნძულზე და ადამიანები მხოლოდ იმიტომ ვართ, ადამიანური სახე მხოლოდ იმიტომ გვაქვს, რომ ჩვენ გვაქვს სინდისი. თორე არ გაგვიგია არაფერი, არც ქრისტეს შესახებ, არც სამყაროს შემოქმედის შესახებ. არ გაგვიგია, ჩვენ შეიძლება ვფიქრობთ, ვაზროვნებთ, უყურებთ ამ კანონზომიერებას, მაგრამ გვაქვს სინდისი, რომელიც ჩვენ შორის ურთიერთობებს აწესრიგებს. სინდისი ხო იცით, ეს რაღაცა სხვას არ უნდა ატკინოს, სხვა შეურაცხყოფა არ უნდა მიაყენო. როგორც შენ გინდა მოგექცე, ისე უნდა მოექცე. ქრისტეს ნებები ჩამოვთვალე, ხო, მაგრამ სინდისი გვეუბნება ამას. აი შევიკრიბათ ადამიანები, რომლებსაც სინდისის გარდა სხვა რაღაც მიღმიერ სამყაროსთან კავშირი არ აქვს. დანარჩენი მაშინ ცხოვრები იქნებოდა. აი სინდისის მიხედვით შევაფასოთ, რასთან აქვს საქმე. ხო საინტერესოა. აი თქვათ ოჯახია, სახლია, სადაც რაღაცა ხდება. დიახ. ეხლა მე სიმართლე გითხრა დაწვრილებით ცუდად ისმოდა იქ, მაინდამაინც დაწვრილებით ვერ მოვისმინე, მაგრამ არსი გასაგები იყო, თან ბევრი რაღაც წაგვიკითხავს, ხო ამასთან დაკავშირებით. როგორ უნდა შემიფასოს სინდისმა, რა უნდა მითხრა სინდისმა, როცა რაღაცა ხდება ოჯახში ისეთი რომელიც და აი კითხვა მიჩნდება რამდენად რგებს კონტაქტს ეძახდნენ ხო იმერ სამყაროსთან რამდენად რგებს ადამიანს როგორც არსებას რომელსაც სინდისი აქვს ანუ ზნეობრივი კანონი აქვს შიგნით რამდენად რგებს ესეთი შემთხვევები მას რამდენად წინ წაწევს როგორც ზნეობრივ არსებას რამდენად განავითარებს მას ზნეობრივობის აი რა სარგებლობის მომტანია ესეთი ურთიერთობები და კონტაქტები ადამიანისათვის როგორც ზნეობრივი არსებისათვის კონკრეტული კითხვა მამა თეოდორე ხო მიხდი რას ვამბობ ანუ მე თქვა უკეთესი ადამიანი ხდები ამით თუ არ ხდები კონკრეტული კითხვა ბატონი ასტარი რომელიც აქ ბრძანდებოდა მოდი ეს კითხვა რა ყოდავს ვიცი მაყურებელი ხო გიყურებს აი მოვლენები ხო მე გავხდი უკეთესი ზნეობრივი თვალსაზრისით ცოდნა მივიღე რაღაც ხო სუბიექტური გამოცდილება უკეთესი თუ გავხდი მე როგორც თენგის აბილაშია მიყვანს თუ არა ეს გზა დაძრამდე და თუ არ მიყვანს მაშინ საქმე მე ვფიქრობ ბატონი ასტარი რომელიც აქ ბრძანდებოდა ნიჭიერი ადამიანია წესიერი ადამიანია მეტნაკლებად განათლებული ადამიანია იმიტომ რომ ბევრი რამე მან თქვა რომ ის დადიოდა ეკლესიაში მასთან ხდება უცნაური ამბები კაკუნი შემთხვევები რაღაცა ჩამოვარდა რაღაც გაწყდა კონკრეტულად რასთან აქვს საქმე ცოტა დამაბნეველი იყო ჩემი თვითონ გამბა არის თუ არა ეს რეალობა საერთოდ რა შეეხება მე პირველ რიგში მივეცი ზნეობრივი შეფასება ხო ანუ მე მაინტერესებს თუ როგორ ფიქრობ ბაზლებს რამეს ეს ზნეობრივი თვალსაზრისით უფრო კეთილი ხდები?
არა, კეთილზე და ბოროტზე არ არის. მე ვფიქრობ, რომ დისკომფორტია, ირევი. ეს სხვა საკითხია. შეიძლება რაღაცის გამო მე მქონდეს დისკომფორტი, მაგალითად, ჩემ შვილს რო შია და მეც რომ შია და საჭმელი რომ ერთი თეფშია მხოლოდ. მე რომ ამ საჭმელს ნორმალური ადამიანი თუ ხარ, შვილს დაუთმობ, შენ დისკომფორტი გაგეზრდება. არ კი, მაგრამ ეს დისკომფორტი, რომელიც გაგეზრდა შვილის სიყვარულის გამო, შენ სიკეთეში ნაბიჯს გადმოინებს წინ. თავისთავად ხარი, ანუ დისკომფორტი არ არის ზნეობრივ შეფასებას რო ვაღლებ. მე მინდა აი ეს დავინახოთ აუცილებლად, რომ რამდენად პირველ რიგში რამდენად ეს წარმატგება. მე ეს არ წარმატგება. ეხლა ამის გადასამის ფორმატი ამის საშუალებას არ იძლევა, თორე ჩვენ შეიძლება ამაზე ვისაუბროთ, პუნქტებად განვიხილოთ, რომ ზნეობრივად მე არაფერს არ მაძლევს. რაც შეიძლება ითქვა წესიერი ადამიანი. ეკლესიაში დადიოდა. აი ეს ორი სიტყვა ამ ორი ცნების უკან ეკლესიურობა და წესიერება, ანუ პატიოსნება, ეს ისეთი ღრმა ცნებებია, რომ ამის უკან კიდე იმდენი სიღრმეებია, რომ ეს ეკლესიურ, რას ნიშნავს ეკლესიაში დადიოდა? რას ნიშნავს ეკლესიაში დადიოდა? რას ნიშნავს პატიოსნება და წესიერი? ეს ჯერ კიდე არაფერს არ ნიშნავს. რას ნიშნავს ეს და რაც შეეხება თუ რა მოვლენასთან არ მაქვს საქმე და არსებობს თუ არა ეს მოვლენა. მე ჯერ ესე ვიტყვი, არსებობს თუ არ არსებობს, ამას პრინციპული მნიშვნელობაც არა. მაგრამ ორივე მხარე რო ავიღოთ ადამიანს, რომელსაც აქვს ის სული, რომ მასთან მაგალითად როგორც თვითონ ყოფოდა ადამიანი, ისაუბროს და კარგი განწყობა ჰქონდეს და ასე შემდეგ. და არის მეორე ადამიანი, რომელსაც არ უნდა არანაირად ესეთი რაღაცა არა მართლმადიდებლური, არა ადამიანური რაღაცა ისეთი რაღაცები მოხდეს მის ცხოვრებაში, მის სახლში. აი ამ შემთხვევაში რა ხდება? გიორგი, აი გავაგრძელებ ადამიანმა ნახა ქვა სახლში, რომელიც შემოვარდა, წაიღო მეცნიერთან, ან ლაბორატორიაში და გამოიკვლიეს და ქვა აღმოჩნდა არარატის მთაზეა ესეთი ქანი და რაჭის ერთ-ერთ მთაზე. ანუ ის ადამიანი არ დაждდა და არ თქვა, რომ ეს არის რაღაცა, წავიდა და იკვლევს ამას. მასაც აინტერესებს ეს. ანუ როგორ მოიქცეს ესეთი ადამიანები? ეს ნიშნავს თუ ეს ქვა რეალურად თუ მეცნიერული კვლევა, ხა მეცნიერება მისტიკას და მეტაფიზიკას ძნელად იკვლევს, ან ვერ იკვლევს. თუმცა თანამედროვე ფიზიკა უკვე ისეთია, რომ მაქსიმალურად ცდილობს, რომ მეტაფიზიკაში გადავიდეს. თუ მეცნიერება მითხრა, რომ ეს ქვა ან იმთიდან არის, ან იმთიდან აქაური ნამდვილად არ არის. ესე იგი თუ ეს ნამდვილია და ეს ობიექტურად კვლევა კარგად ჩატარდა, ესე იგი ეს ქვა მართლაც მოტანილია. მე უკვე კითხვა ხდება, ვინ მოიტანა? და უკვე საქმე აქვს მისტიკასთან, ესე არ არის? ჩიტი ხო არ მომიტანდა ამ ქვას? რადგან მისტიკასთან ამაქვს საქმე. მით უმეტეს ის რაც სამყაროს მიღმიერია და მისტიურია, მით უმეტეს უკვე ზნეობრივ შეფასებას ითხოვს ჩემგან. თუმცა არსებობს სოფქრდილობები, რომელიც ზნეობრივად არ აფასებს მიღმიერ სამყაროს. მიღმიერ სამყაროს აფასებს როგორც რაღაც ენერგეტიკას, რომელსაც სიცოცხლე, ანუ პიროვნული არსებობა არ აქვს, ანუ სიცოცხლე არ აქვს, უბრალოდ არსებობა აქვს, არ აქვს სიცოცხლე, აქვს არსებობა. ამ შემთხვევაში ზნეობრივად არ აფასებს, მაგრამ როგორც მე ვიცი, პოლტერგეისტის შემთხვევაში ხანდახან როგორც ისინი ყვებიან, მე მაგის გამოცდილება არა, მაგრამ ის გონიერი ცოცხალი, გონიერი არსებასავით მოქმედებს. მამა თეოდორე ზარია უკაცრავად მოусმინოთ. აი პრობლემის არის მაყურებელი. გისმენთ თქვენ ეთერში ხარ. გამარჯობა. პირველ რიგში მოგესალმებით. მე მინდოდა ბატონ ერეგვეშვილიასთანაც ხოდა შეკითხვა, მაგრამ სამწუხაროდ ვერ მოხდა ეთერში. ასევე ბატონ მამა თეოდორესთან. რა იცით აქტები, რომელიც ხდება ჩემ ოჯახში, ეხება ჩემ ძმისშვენს. რომელიც ეხლა ამჟამად არის 27 წლის 14 წლიდან დაეწყო აი ესეთი მოვლენები. რომ მოგახდა ეთერში ნუ რაღაც უნდა ეს იქნება საკმაოდ ამისი ფაქტიურად მომწრეს და ფაქტების წინაშე ჩემი შვილები, ჩემი ოჯახი უამრავჯერ იქცა. დღემდე ბავშვს აი ამ უკვე ბავშვი არ არის, მაგრამ აი ბავშვს ოჯახი არის პრობლემური მდგომარეობა. მე მინდა ერთი ფაქტი გითხრათ, რომ რამოდენიმე 2 წლის უკან ოჯახში ბარბარობის ღამე რომ დამთავრდა, დაიწვრა გასკდა ღვთისმშობლის ხატი და თვალებიდან მოედინებოდა მირონი 3 დღის განმავლობაში. ჩვენ გითხრათ, ჩვენ მამაოებსაც ბევრჯერ მივაკითხეთ, ბატონ თალასიშვილიას მასთან გიორგი შვილიასთანაც ვიყავით, ფრანგი შვილთანაც კი ჰქონდა შეხვედრა, რომ როგორმე ეს საკითხი და ამ ადამიანს უშუალოდ.
და შემდეგ აი ამ 3 დღე მოდიოდა მირონი ღვთისმშობლის ხატს და შემდეგ 3 დღის განმავლობაში კიდევ ამ ბავშვს დაეწყო ხელზე აი ჯვარი იყო მაგრამ არ ჯვარი არის როგორც ნაცვლად დამწვარი აი ასეთი 3 დღე წუხდა და შეოდა როგორ ეწოდა ხე და ამას ჩვენ უყურებთ ფაქტიურად აი როგორ გვიოდა ეს მონაკვეთი ხედის არესზე 3 დღის მერე ეს თანდათანობით გაქრა ეს მხოლოდ ერთი ფაქტია 14 წელს წარმოგიდგენთ ახლა თითქმის 12 გასაგებია თქვენი აზრი უკაცრავად აი ძალიან ბევრი ფაქტია ესეთ და რით შეიძლება ამ ხალხს ესე იგი ახლა რაც შეეხება ამ ფაქტებს ეს ფაქტი მარტო სუბიექტური ამგვარი ფაქტები მარტო სუბიექტურ გამოცდილებად ვერ აღიქმნება იმიტომ რომ ობიექტურად რაღაცა ხდება სამყაროში ხო სწორია კიდევ ვიმეორებ თუ და თან როგორც წესი ადამიანებს თვითონ ადამიანები იცვლებიან ახლა მე ძნელია ხო რაღაც ერთი ამე უდაოა შემაწუხებელი არის შეიძლება ამან ფსიქიური თვალსაზრისით რაღაც დესტრუქციული ზემოქმედება იქონოს ადამიანზე ვინც ამ მოვლენებს იკვლევს ხო წეგან ბატონიშვილია ხო ერეკლე ალბათ მათ იციან რომ დესტრუქციული მოქმედება ხანდახან ადამიანებზე ამას საკმაოდ ძლიერი იქ ბატონმა ერეკლემ აღნიშნა რომ რწმენაში მოდის ზოგიერთი ადამიანი მაგრამ არ აქვს მნიშვნელობა მიღმიერი სამყაროს არსებობას იჯერებს შეიძლება ადამიანმა დაიჯეროს რომ ღმერთი არის მაგრამ ეს ჯერ სულაც არ ნიშნავს ადამიანის ზნეობრივ სრულყოფილებას ის რომ მიღმიერი სამყაროში რომ გონიერება არის ამის უჯერა ესეც არ ნიშნავს ადამიანი იმდენად რთული არსება და იმდენად აუღებელი ციხესიმაგრეა რომ მისი ზნეობრივი გაუმჯობესება არც ისე იოლად ხდება თქვა რაღაცის სოხდელობრივი შეცვლით ანუ ძალიან ხშირად მას უარყოფითი ზემოქმედება აქვს ესე იგი მისტიურია უარყოფითი ზემოქმედება აქვს შემაწუხებელია დისკომფორტს იწვევს უცნაურ მდგომარეობაში გამყოფებს როგორ უნდა შევაფასოს ზნეობრივად ეს თუ არა ისე რომ ეს არის მამა თეოდორე ძალიან ბევრი კახეთში მამა თეოდორე კახეთში ერეკლემ თქვა კახეთში დაუშინეს ქვები და იქიდანაც წამოვიდა ქვების წვიმა ეს არის თუ არა აი კონკრეტული აი ჩემთვის არის ეს ანგელოზი ხო ქვას უარეს რო გასაგებია ანუ ეს არის ეშმაკი მომისმინე რა ერთი წამით ეხლა მე შეგნებო მე ახამდე შემელა აღჭერ მეხმარა ეს იყო ეშმაკი მე შეგნებულად ავხმარობ ამ სიტყვას მე მინდა რომ ჩვენ მაყურებელმა დიაგნოზი თვითონ დასვას და ყველაფერს თავის სახელი თვითონ დაარქვას მაგრამ ის რომ ღმერთს მივაყოთნო რაიმე ესეთი მოვლენა ეს უბრალოდ ჩემი მხრიდან და ყველას მხრიდანაც ეს კრეხელობა ღმერთი ესეთ საკითხებში არანაირად არ შეიძლება ღმერთს ესეთი საკითხები მიაწერო რატომ ახლა ადამიანი იკითხავს იმიტომ რომ ღმერთის დამოკიდებულება ადამიანისამდე აბსოლუტურად სხვანაირია ღმერთი თითოეულ ადამიანს ისეთ პაპივს სცემს ისე უყვარს როგორ შვილი რო გყავდეს ნუ თუ საკუთარ შვილს ესეთ ფოკუსებს მოუწყობ ეს არის აბსოლუტურად გამორიცხული ღმერთი ისეთი ფაქიზია თითოეული ადამიანისადმი აი რა საოცარი სიტყვებია ხო ყოველი ადამიანის გულთან დგევარ და ეგების ვიღაცა ისმინოს ღმერთი საკუთარი ძალმოსილებით პრაქტიკულად არ ავლენს საკუთარ თავს ადამიანის ცხოვრებაში იმიტომ რომ შენი თავისუფლება არ შეზღუდოს ის სიტყვას გეუბნება 2000 წელი სიტყვა ისმის ადამიანად მოვიდა და დაგენახა და გაჩვენა როგორი ცხოვრა და გეუბნება აი ნახეთ დღეს ოთხშაბათია ხო ქრისტესადმი დამოკიდებულების განსაზღვრელი ერთადერთი დღეა იქ დედაკაცი რომელიც თავის მონაგებს შესწირავს მაცხოვარს და მოციქული რომელსაც ვერ აუტანია ის რომ მაცხოვარი მიწიერი მეფე არ ხდება და მიწიერ ძალაუფლებას არ თავაზობს თავის მოციქულებს არამედ ზნეობრივ მაგალითს აძლევს ანუ დამოკიდებულება ქრისტესადმი ქრისტე მაგალითია ზნეობრივი სრულყოფილებისა ჩვენი და ესე გვასწავლეს ღმერთი და რა ქვების როლა პირდაპირ რომ თქვათ ეხა ეს ყველაფერი მეთან ამას არანაირი კავშირი ხო პირდაპირ რომ თქვათ ეს ყველაფერი ეს არის ეშმაკი რომელიც გვევლინება სხვადასხვა სახით თუ მაინდამაინც გვინდა რომ სიტყვა გამოვიყენოთ ეშმაკი მოდი ესე ვთქვათ ეს ამ სამყაროში ყველაფერი ათქებული სიკეთე ბოროტება არეული ერთმანეთში კავშირი ყოველთვის იყო არის და იქნება მიღმიერ სამყაროში არის აბსოლუტური სიკეთე ღმერთი და ის ცოცხალი არსებები რომელიც თავისი არჩევანით არიან ღმერთთან ანუ წმინდანები და ანგელოზთა მთელი დასი მაგრამ რადგან და ცოცხალი პიროვნული არსება თავისუფალია ის ირჩევს იყოს თუ არა ღმერთთან ამიტომ ანგელოზთა ნაწილმა სამწუხაროდ ადამიანთა ნაწილი ესე იზავს თავისუფლებიდან გამომდინარეას ღმერთზე უარს ამბობენ მათი არსებობა გრძელდება მაგრამ მათ არ აქვს სიცოცხლე არსებობენ სიცოცხლის გარეშე რა თქმა უნდა
როდესაც არ არის ღმერთი, მაშინ მეორე ალტერნატივა სანახევრო შეზავებული სიკეთე ბოროტება მიღმერ საფაროში არ არის და მაშინ არის ასე ბოროტება. თუ არის მაშინ ღმერთი და არის მაინც ეს ბოროტი ძალა თუ რაღაცა სხვა სამყარო. ამ შემთხვევაში რა ხდება? არის ღმერთი ჩემში, მაგრამ არის იგივე ეს სხვა სამყარო. ჩვენში ამ სოფელში ადამიანის ქართული დრო რაც აქვს მიცემული ამ ქვეყანაზე არსებობისა, ადამიანს მიეცა კიდევ ერთი საოცარი ნიჭი, ადამიანი იმიტომ გავს ღმერთს. შემოქმედებითობის უნარი და რაში ვლინდებოდეს ადამიანის შემოქმედებითობა. შენში ეს ყველაფერია, შენ როგორ ჭურჭელი ისე ხარ, შენ გაქვს თავისუფლება, შენ ჭურჭელში რასაც გინდა იმას შემოიყვან, შენ დაკარგული გაქვს ამავე დროს მთლიანობა, რას ნიშნავს მთლიანობა? გონება ცალკეა, გული ცალკეა, ნებელობა ცალკეა, მაგრამ ხარ პიროვნება, რომელსაც ეს ყველაფერი გეკუთვნის, გული შენ გეკუთვნის, გონებაც, სინდისიც, ნებელობაც, ყველაფერი შენ გეკუთვნის, ოღონდ დაშლილ მდგომარეობაში ხარ, მამას თავის მიზეზი აქვს რატო? და შენ გეძლევა გაქვს შესაძლებლობა უფლებას და ვალდებულებას იყოს შემოქმედი საკუთარი თავის და ღვთისაკენ სწრაფით ამის სრულყოფილება მოახდინოდა და ეს სრულყოფილება ვერ მოხდება ზნეობრივი არჩევანის გარეშე. ეს არჩევანი ყოველწამიერია. სიკეთე ბოროტება ყოველწამიერი და შენ გიწევს ყოველწამიერი არჩევანის კეთება და ნელ-ნელა იხვეწები ამ ბრძოლაში. სიკეთე მოდის ფაქიზად, არ გაძალებს. ბოროტი მოდის მაცდურად, ცდუნებას ცდილობს, ხან ძალადობით და შენი პიროვნული თავისუფლება კიდე და ზნეობრივი არჩევანი იმდენად ძლიერია, რომ აბსოლუტურად ხელშეუხებელი ამაში გავხარ, ამაში ხარ როგორც ღმერთი, აბსოლუტურად შეუხებელი. და აქედან გამომდინარე, შენ ნელა-ნელა შენი არჩევანით იხვეწები. და ესეთი მოვლენები, რომლებიც არსებობს, მე ვფიქრობ, ეხლა პირდაპირ ჩემი აზრით, როცა ადამიანის ცხოვრებაში ესეთი მოვლენები იწყება, მან ის უნდა იმწავსენ მიხვდეს, გონიერება ხო გვაქვს ადამიანებს, რაღაც მიღმიერია, რაღაც მისტიურია. და ღმერთი ეს როგორ იქნება? მოდი ღვთისაკენ გავიხედები. მე ადამიანები ამბობენ, წავედი ეკლესიაში, სახლი ვაკურთხებინე, შეგალოცვილო, ეკლესიაში რომ შეხვედი და სახლი აკურთხებინე, ნუ თუ ამით ვფიქრობ, შენ ღმერთთან მიხვედი? ეს სერიოზული შეცდომა დღევანდელი ადამიანისა. ეკლესიაში მივედი, სანთელი დავამთე, მოწყორ დაველაპარაკე, სახლი ვაკურთხებინე, არაფერი არ შეიცვალა. არ შეიცვალება. ერთს მომას. არა, გასაგებია, ეს არის ეკლესია და ეკლესიაში აღსრულებული საიდუმლოებანი რიტუალს შეგნებულად არ ვახსენებ. საიდუმლოება, ანუ როცა ღმერთის მადლთან შესაძლებლობა გაქვს კავშირისა. არის საშუალება, რომ შენ პირადად შენ გქონდეს ღმერთთან ურთიერთობა. თორე სხვანაირად რა გამოდის, იცი რომ ღმერთი ხო არის ცალკე. შენახალ ცალკე და თითქოს ეკლესია გამოდის რაღაც შუალედური რგოლი, მასავით რა ქვია, ოფისივით, რომელიც შენ გიგوارებს ურთიერთობას ღმერთთან. ესე არ ფიქრობს გან ადამიანი, მამაო, ილოცე ჩემთვის, მამაო, პანაშვიდი გადამიხადე, მამაო, სახლი მიკურთხე, მამაო, ცოდები მომიტევე და ღმერთი სადა. და თითქოს მართლაც ეკლესია შუალედური რგოლი გამოდის. ზოგი ამით საქმეს იოლებს ჭყალებში, ზოგი ამით ეკლესიას განიკითხავს. ეკლესია შუალედური რგოლი არ არის. ეკლესია შენსა და ღმერთს შუა არ დგება. ეკლესიის დანიშნულება სუსხარ და ეკლესია სუსხარ რამეა და სანამ ამის გააზრება არ ხდება, თუ ეკლესია რა არის, ეკლესიაში მისვლის ადამიანები უკაცრავად, გიორგი, ძალიან ხშირად არის რომ აი ეს რაღაცა მანკიერი თვისებები, დღეს უკვე ადამიანები ამაზე ადრე არ ლაპარაკობდნენ, დღეს ისეთ რაღაცებს ლაპარაკობენ და თან არიან ამაყები და ეს მოწონთ. აი ამაშია ზუსტად მე ვფიქრობ პრობლემა, რომ აი რაღაცნაირად არ ვიცი ეს მოწონთ რომ ეს ესე ხდება და ისინი არ ებრძვიან ამ ყველაფერს. აი კითხვა, რატომაც მე არ ვიცი ვის, მაგრამ ადამიანს შესაძლებელია რომ მოსწონდეს, იმიტომ რომ ადამიანი აი კაი ფეხსაცმელს თუ ჩაიცნოს და ქუჩაში გავა, ესეც მოსწონს, რა მაგარი ვარ ამ. ადამიანს ყველაფერი მოსწონს, რაც სიახლეა, რაც მას სხვისგან გამოარჩევს. უნიკალურობის განცდა. ეს პრობლემა, ეს მოვლენები შეიძლება არ იყოს, მაგრამ ეს პრობლემა ეკლესიაში, თქვა ეკლესიურად რო ცხოვრობს ადამიანი, გარეგნულ ეკლესიურად, ეს პრობლემა იქაც შეიძლება ქონდეს. მაგალითად, მე თუ მაქვს აი ესეთი ჩემი განსაკუთრებულობა, ადამიანი კი არის განსაკუთრებული, მაგრამ ამის სუდად გამოყენება არის შესაძლებელი, რომ აი მე რა ღმერთი ჩემთვის მოიცლის და მე უკვე აქედან გამომდინარე მოიცლის, ას ნიშნავს მოიცლის, ხო? ესე იგი რაღაც უკვე მისტიური გამოცდილება მეძლება, ოღონდ სრულ მისტიკას გულისხმობ, თორე ეკლესია ქრისტიანული ცხოვრება მისტიკის გარაშე არ არსებობს. ქრისტიანული ცხოვრება არსებობს მხოლოდ მისტიკასთან ერთად, ანუ ღმერთთან ურთიერთობის გამოცდილება თუ არა გაქვს, ქრისტიანი არ ახარ, მაგრამ არის სრულ მისტიკა. როდესაც შენ ღმერთთან ურთიერთობას არ ქმევრას, იცი, რაღაც ზებუნებრივი მოვლენები რო ხდება, მაგრამ ეძებს ადამიანი, ეძებს და უკვე ეძებს სასწაულს. ხომ არ არის მოდი ამას დავასრულებ. სასწაულს ადამიანი ეძებს. ქრისტეს შეფასება იცი როგორია ესეთი ადამიანის? ნათესავი, მემრუშე
და ბოროტი სასწაულს ეძიებს. ახლა ნახე რა უცნაური რაღაცა, რატო ბოროტი? იმიტომ რომ მიღმიერ სამყაროში როცა აი სასწაულს კი არა ფოკუსს რო ეძებ, ეს არის ბოროტებასთან წილნაყარი და რადგან შენ ამით ქრისტეს ზურგს აღწევ, უკვე მოღალატე ხარ ქრისტეს, ეს უკვე ბრუშობად იწოდება. ამიტომ სასწაულის ძიება თავისთავად მაგრამ ჯანსაღებაა შიში იმისა, რომ არ ჩემი სუბიექტური აზრია ეს, რომ ოდითგანვე რასაც ჩვენ გადავხედავთ ძველ ისტორიას და ასე შემდეგ, ფარაონებიდან დაწულ იმის იქით კიდე, რომ რაღაც არის სხვა სამყარო, რომელიც ცდილობს შემოსვლას უკვე კონტაქტში. როგორაც ცდილობს. რატომაც ქრისტიანობა ასწავლის, რომ არსებობს მიღმიერი სამყარო. მათ შორის დაცემული ანგელები. პავლე მოციქული პირდაპირ ამბობს, სამყაროს სავსეა დაცემული ანგელოზები. დაცემულ ანგელოზს ცოცხალი არსება, მას აქვს ბოღმა, ეს ქრისტიანული სწავლებაა, ბოღმა და სიძულვილი ღმერთის. ღმერთს რაც დააკლებს, მაგრამ ვისი შვილი ხარ შენ, ღმერთის შვილი ხარ, მას გავხარ. ის კი არა ქრისტემ შენი ბუნება მიიღო და დაგვენახა ყველას, ხო? რა თქმა უნდა შენ გერუძის, მას არ აქვს უფლება მიცემული რომ იზალადოს, მაგრამ ცდუნების შესაძლებლობა მას აქვს დარჩენილი. ის ცდილობს შემოვიდეს კონტაქტში. ვინ დაელაპარაკება ეშმაკს, ის თავის ნამდვილი სახით რო გამოჩნდეს. ანუ ცდუნება და ხან ცდუნება ისეთი ლამაზი სახით რომ ანგელოზის შეიძლება გეგონოს, სასწაული, მათ შორის შეიძლება მირონდენაც იყოს, პავლე მოციქული ამას პირდაპირ ამბობს. ეშმაკი ნათლის ანგელოზის სახელს იღებს, რატომაც არა? ეს ხო ლოგიკურიც არის. და ქრისტიანული სწავლებაც ესეთია. ესე იგი ბოროტი გვებრძის ცდუნებით, ეს არის ყველა აუცილებლად უნდა გაითვალისწინოს. მაგრამ პრობლემა მაინც ალბათ მცირედად წმენდაშია. იწურება და ჩვენ სიმბოლურია რომ ჩვენ დღეს თქვენ მოგიწვიეთ თან ამ თემასთან დაკავშირებით და დაგვლოცეთ ახლოვდება აღდგომა და მე ვფიქრობ რომ ყველანი ჩვენ მოვექცევით კიდევ უფრო მეტად და მე სხვა შორის ერთადერთი აი მე ძალიან ვიბნევი ხოლმე როცა მამაოს გვერდით ვზივარ და რაღაცა შებოჭილი ვარ, იმიტომ რომ ბევრი რამე არ ვიცი, ბევრი რამის მერიდება და რა ვიცი, არც კი ვიცით როგორ დაგემშვიდობოთ. იშვიათად ხვდებით ერთმანეთს. ადამიანთან. აქ მე არ მეძახი არის ხშირად. შენ დაგიძახებ ეკლესიაში ექვის აღუბრებ. კარგი. უღრმესი მადლობა მამა თეოდორე, ძვირფასო ტელემაყურებლებო. დღეს ესე ოთხშაბათი რო იყო დღეს ხობნების ოთხშაბათი. დიახ. ხო და საინტერესო იყო რომ ამით დაგვისრულებინა. თუ ვეღარ არა უბრალოდ მე მის თქვა მინდა რომ დღეს ვილაპარაკეთ ამ თემაზე, რომელიც თითქოს დღეს ჭირდებოდა, დღეს თემა იყო ესეთ, მაგრამ დღეს ნების ოთხშაბათია და აი იუდას დამოკიდებულება მასხორისადმი როგორია? ქრისტესთან არის, სასწაულებს ახდენს იუდა, მასხორის ძალმოსილებით, მაგრამ ქრისტეს ვერ ცნობს. სასაოცარია, ვერ ხვდება ვინ არის. და რატომ? იმიტომ რომ ქრისტეს გვერდზე დგას, ქრისტესგან ის წყალობას იღებს, ფულიც აქვს, სასწაულებსაც ახდენს, პატივსაც ცემენ, მაგრამ ამ სამყაროს არ უყურებს ქრისტეს, ვერ, უпростоრად არ უყურებს ქრისტეს თვალებით. შეიძლება ეკლესიაში იყო, შეიძლება ბევრი წყალობა მიიღო ეკლესიიდან, წყალობას ღვთისაგან, მაგრამ თუ შენ არ უყურებ ამ სამყაროს ქრისტეს თვალებით, ანუ თუ რაიმე მოვლენას, რომელსაც შენ ხედავ და ქრისტე რო შენს გვერდზე იყოს, შენ ქრისტეს მსგავსად არ აღიქვამდი და ვერ გაინახავდი, მაშინ შენ ყოველთვის საბოლოო ჯამში ქრისტეს მოღალატე აღმოჩნდები. დღეს ქრისტეს გაცემის დღეა. ამიტომ ჩვენ თუ გვინდა რომ სულიერად ადამიანები გვერდქვა სამსწრის დიდი გაგებით, ჩვენ სამყაროს უნდა უყურებდეთ ქრისტეს თვალებით და მაშინ ჩვენ არასოდეს აღმოჩნდებით იუდას მდგომარეობაში. მამა თეოდორე, თქვენ ახლა გაეცით იმ კითხვას პასუხი, რომელიც მთელი ცხოვრება მქონდა მე და ეს იყო რა, სულ მიკვირდა ამდენი ადამიანი, რომელიც აზარში დადის და მე ამას ვხედავ, როცა რელიგიური დღესასწაულია, მე გამოდიან ადამიანები და მაინც შეუძლიათ რომ ვიღაცას გული ატკინონ, მე მივხვდი რომ ისინი არ უყურებენ ქრისტეს თვალებით მერე ცხოვრებას. დღეს აღმოაჩინე. მაგრამ აქვე დავამატებ, ნუ განკიცხევ, ნუ რა ვიცი, იმიტომ რომ ამხილეო გიორგი, ეს განკითხვა მათ ახლა ახალ თემას ნუ შემოიტან და უღრმესი მადლობა მოგზაურობისთვის. ქრისტემ დაგლოცოთ, სავალ აღდგომას დაგასწროთ. ძირფასო ტელემაყურებლებო, ჩვენ დაგემშვიდობებით, რა თქმა უნდა, დროებით, ხვალამდე ჩვენ თქვენთან ვიქნებით. ნახვამდის.